ქართველი ხალხი ითხოვს არა პირობითად თავისუფლებას, არამედ ითხოვს წესრიგს, ითხოვს ფულს. აი ნახეთ, როცა შენ თავრობას ეუბნები, რომ მე არ გაგაკრიტიკებ. მე არ ვითხოვ თავისუფლებას. მე ვითხოვ წესრიგს, რომელიც ღირებულება რაღაცად თავისთავად ცხადია და მე ვითხოვ ფულს. მე ვითხოვ შენ გადაწყვიტო, როგორი ხმა უნდა გამოდიოდეს მანქანიდან და მოტოციკლეტიდან. ახლა ეს აქტუალური თემაა და ახლა ამიტომ ვამბობ. შენ უნდა გადაწყვიტო, მე რა შევჭამო, მე რა გადავყლაპო, რა მოვწიო, რა გავაკეთო. შენ გადაწყვიტავ, როგორი უნდა იყოს კარაქი, ყველი, დასტანდარტებული, რომ იქ ზედმეტი ბაქტერია არ გაერიოს სადღაც, არასწორ ადგილას. და თუ გაერია, ეს თავრობამ უნდა აღმოაჩინოს. ანუ შენ თუ ასეთი ტიპის უფლებამოსილებით დატვირთავ თავრობას და მოთხოვ, რომ მე აი ესენი მე არ შემეხოს, მე არ გამარჩევინო, რომელი პამიდორი ჯობია, შენ გაარჩიე, დაადგინე და რომელიც არ ვარ გააქრე. შენ ასეთი ტიპის ანუ რაღაც ტიპის ამოცანები არსებობს, რომელიც სხვადასხვა ტიპის მთავრობებს უსახავ და ეს ამოცანა როგორც არის ზოგადი შინაარსი, რაღაცა პოლიცია ასეთი იყოს, ხმა არ გავიგონო, ასევე არის კონკრეტული, დეტალიზებული, რომ ადამიანის ცხოვრებაში ბოლომდე ჩასული სხვადასხვა სფეროში, სადაც შენ ითხოვს ყველგან მოწესრიგებას. აი ამას თხოვ, ოღონდ ამას თხოვ ყველაზე ამ საქმისთვის ყველაზე შეუსაბამო ვინმეს, მთავრობას. რომელსაც საერთოდ სხვა სტიმულები აქვს, საერთოდ სხვა სტიმულებით მოძრაობს და ის უფლებამოსილება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, რომ მთელ ქვეყანაში გააკონტროლოს, როგორი კარაქი იქნება, როგორი ყველი იქნება, როგორი ხორცი იქნება, როგორი უნდა იყოს წიგნი დაბეჭდილი, როგორი უნდა იყოს ტელევიზია, როგორი უნდა იყოს ესა, როგორი უნდა იყოს ისა, წარმოიდგინეთ. მთავრობის უფლებამოსილებები ყველაფერი ამ ოპერაციის შედეგად განუზომლად იზრდება. დღევანდელი სისტემა ბევრად უფრო ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ბევრ საზოგადოების ბევრ სხვადასხვა რაღაცაზე და ეს ყველაფერი დამოკიდებულია საბოლოო ჯამში ერთ ადამიანზე, რომელიც ყველა ამ ფუნქციას თვითონ იტენის, აქედან ამბობს, მე ვარ მეფობის ამბავში ხურდება, გესმის? აი მიშა როგორც იყო გახურებული, ბიძინა ხო მაგალითად უფრო სხვანაირი ადამიანია ხასიათებითაც მათ შორის და არ უყვარს ეს საჯარო გამოფენა ესა ისა, მაგრამ ანუ თვითონ მართლობის ფორმით, ანუ იმ ფორმით რომ აი მე ვზივარ ცხენზე და ვაჭენებ და კაიფობ ამ პროცესით ცხენს რომ მივაჭენებ და ხალხს რაღაცა აი რომ მაშვება ალახან ლაგამს ამოვდებ ხან მატრახს გადავარტყამ ანუ თავად ამ პროცესით შეიძლება მიშას ევასებოდა თან რომ უღებდნენ ანუ კამერა რო იყო მიშველი მიშა რო აჭენებდა ხალხზე ამ პროცესზე ბიზნეს ეს კამერის პროცესი არ მოწონს მაგრამ ისე უფრო მაგრამ იაჭენებს დღევანდელ სისტემას უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ოდესმე ქონდა ამ ქვეყნის ისტორიაში, რაც მე მახსოვს. ანუ ყოველთვის ერთპიროვნული მმართველის და მისი ქვემდგომების ურთიერთობა შინაარსით არის ვერტიკალური, იმ გაგებით კი არა, რომ ეს არის თანამოაზრეების ერთიანობა, არამედ არის შრომით სამართლებრივი ურთიერთობა, არა პოლიტიკური თანამოაზრეების ერთობლიობა. არამედ ვერტიკალურად შრომით სამართლებრივად დაქვემდებარებული უფროსისა და ხელქვეითის ურთიერთობა. სწორედ ამიტომ წარმოიდგინეთ ეს ერთპიროვნული მმართველები საბოლოო ჯამში ცდილობენ რომ დანერგონ მათ შიგნით ეკოცებს ახლა ეს მენტალიტეტი აქვს შიგნით დანერგილი რომ თქვენ ხართ ჩემი თანამშრომლები, მე ვარ თქვენი ბოსი ან რაღაცა ეგეთი და ანუ თქვენი ამოცანა არის ხო დამთანხმდით ამ თანამშრომლობაზე. თქვენი ამოცანა არის მე რასაც გეტყვით ის გააკეთოთ. მე შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ უფროსი ხო არ ცდება, ანუ უფროს ან შენ შეგიძლია დიდი ხნის მუშაობის რეპუტაცია მოიპოვო მის თვალში ამის შედეგად, რჩევა შეჰკადრო ან შეჰბედო. რომ უთხრა, რომ აი იქნება ასე მოიქცეთ, მაგრამ ის თუ თავის აზრზე დარჩა, შენ უნდა გააგრძელო მისი მსახურება. მაშინ როცა პოლიტიკურ კონტექსტში არის რომ რავი ახლა თუ ვერ დაგარწმუნე, შენ მსახურებას კი არ ვაგრძელებ, კაცო, ანუ რავი ან მოდივარ პარტიიდან ან ჩემ ფრაქციას ვაკეთებ ამ პარტიაში განსხვავებული რაღაცა ესეთი ხდება ხო პირობითად ამ სფეროში მაგრამ პირიქით ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენ საერთოდ სხვა რა გაქვს ამოცანა შენ ამოცანა გაქვს რომ კარგად ემსახურო ხელმძღვანელს და ავტომატურად პოლიტიკური კონტექსტი იცვლება ანუ ეს ცვალებადობა სიტუაციის საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს უამრავ რაღაცაზე იმიტომ რომ თუ სტიმულები ადამიანების ერთ სფეროში სხვა არის, ანუ პოლიტიკოსების სტიმული სხვა არის, კარგი პოლიტიკოსის სტიმული სხვა რამეა და სხვა რამეს ნიშნავს კარგი პოლიტიკოსი, კარგი ხელქვეითის თუ თანამშრომლის სკილები და
უპირატესობები სხვა რამე არის, ძალიან კარგია კაი თანამშრომელი, ბაზარი არ არის, ამაზე ხო არავინ არ საუბრობს, უბრალოდ ის განსხვავდება პოლიტიკოსისგან და პოლიტიკოსის საქმეს, როგორც კი ის იწყებს პოლიტიკოსის საქმის კეთებას, ეს დაახლოებით ისეთია, რომ ეკარე რომ დაამყენო თავდამსხმელად და ეს იყოს სწორი განაწილება მოედანზე და ესე არ არის სწორი განაწილება.